სალამი, გამარჯობა ნიკო. გამარჯობა ჯიმი. როგორ ხარ? მიშავსაგა კოჩაც აქ არის. განკითხვის დღეს ვიწყებთ, ხუთ ჩაბათობით აქვს ხედავთ ხოლმე კოტრებია. სტუმარი და მასპინძელი. ხო არ გაგიჭირდა მოსვლა ნიკო. კი. ან არ გამიჭირდა, იმიტომ რომ ახლოს ავარ, მაგრამ რუსთაველის მიმდებარებს ცხოვრობ და არის უკვე გადათხრილი? რუსთაველი ვარ დღეს. გუშინ არ იყო გადათხრილი, მაგრამ სამაგიეროდ თაბუკაშვილია გადატვირთული. თაბუკაშვილიც არის გადატვირთული და სანაპიროც არის გადატვირთული და არ ვიცი. ახლა ეს გარდაუვალი ამბავი, ამას დიდი ხანია გვირდებიან, რომ რუსთაველის გამზირი არის სარეაბილიტაციო. ეჭვიც არავის ეპარება, რომ არის სარეაბილიტაციო კომუნიკაციები და მე ვფიქრობ ის როგორადაც არის ორგანიზებული იქ მოძრაობა, ხო, შუქნიშნების გარეშე, მარტო მიწისქვეშა გადასასვლელების იმედად, ხო, ალბათ მაგასაც შეცვლა უნდა, მაგრამ იმის გამო, რომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი, რუსთაველის პროსპექტი არის თბილისის მოკლე კონსპექტი, ჩემო ნიკო. ძალიან მნიშვნელოვანი, აი სანაპიროზე ისეთი ამბები ხდება, აი ორთაჭალიდან აქამდე მოსვლას, აი რავი, საათი დაჭირდა. ამ სიცხეში ხო და გეგმებში თუ ჩაეტევიან, ძალიან დაგვევალებენ. რაღაც ნოემბერში უნდა მორჩნენ. ჩვენ შემჩნეული გვყავს, რომ ამ გრაფიკებში ვერ ეტევიან დიდად, ხო? აი ძალიან დრამატული ის იქნება. არ ვიცი, იმის გამო, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ადგილი არის, აი უნდა სტახანოურად უნდა იმუშაონ და შენ ხმაურით შეგაწუხებს ალბათ მტვერით ჩამოაღწევ შენამდე ხო შენს ბინას ფასი დაუვარდება შენი აღარავის შეშურდება მაგრამ ეს მალე შეიცვლება აქ ჩვენც გვწვდება ხო ესე რუსთაველიდან თავისუფლებიდან აი ჭოველიძის იმამდე თუ ჩვენი ჩათვლით ჩვენ შენობა კეთავს ამ იმას სარეაბილიტაციო ხაზს. უნდა გავუცლოთ ნიკო. სხვა გზა არ არის. უნდა სიზა, ვისეთ რაღაცებს უძლებთ ნიკო, მაგასაც გავუძლებთ. რაებს უძლებთ, აბა ეგ შენ მოყევი ახლა. იცი რა თავიდან ვაპირებდით რომ ბედნიერებაზე გველაპარაკა და ეხლა სიმშვიდეზე ველაპარაკებთ. აჰა. კი, შენიერი. ვინც გვიყურებს და ყველა იმაზე ძარღვზეთითი არ უდევს რა ხდება, ხუმრობა არის საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემასთან დაკავშირებით, რომლებმაც ესე დაიწყეს. ოღონდ რა არის, იცი ნიკო, მეც უყურე მაგ იმას ვიდეოს ეს შემხვდა ჩემს ბაბელში ხო და იცი რა არის ეს განზრახვა რატომაც ეგრე ეგ ტექსტი შედგა და ეგ ტექსტი დაიწერა და გახმოვან და მესმის, მაგრამ რატომღაც ძალიან ესეთი ბედნიერი და გახარებული სახე ქონდა. მიგნების გამო იყო ეგა, იმიტომ რომ სრულიად არაადეკვატური იყო, რის გამოც შეცვალეს, ხო, ეს როგორც თვითონ ხსნიან. ხო, კი, ანუ შეიძლება ის იყო, რომ ეხლა რომ ზიხარ ეთერში შეიძლება მიჩვეული ხარ, რომ ესე უნდა იყოს და პოზიტივი უნდა ქონდეს, ან მაგიტო აგარჩიეს, რომ მაგ გადაცემაში იმიტო ხარ რაღაც. და ამ შემთხვევაში არ მოუხდა. არ მოუხდა, იმიტომ რომ ბევრი ცუდი რაღაცა მოხდა გუშინ, რომელიც მიეწყო და ყველანი ვიყავით ათხრილები. აი რაღაც ხო მე ჩემთვის ის იყო ძალიან მტკივნეული ონისეს ცემა ვინც არის ორ ამბავს გულისხმობთ ეგ ონისეს იმის სტენდაპერის ცემის ამბავი და მეორე ეს ხორავას ქუჩაზე ესროლა და მკვლელობა ხო თუ მანამდე არც ის გამიხარდა ეხლა ხო სანერო დააკავეს 14 დღე დააკავეს კარ დაიჭერეს მივყვეთა სამი ამბავზე ვილაპარაკეთ ხო ვინც არის ის ჩემი მეგობარია ონისე რომელიც არის სტენდაპერი იუმორისტი თუ კომიკოსი რას ამბობ ხოლმე, მაგრამ მაგასთან ერთად არის ძალიან აქტიურად ჩართული აქტივისტი, არ ვიცი რა ქვია, იმიტომ რომ დგას ხოლმე ან მეტროში, ან ავტობუსში სხვადასხვა პლაკატები. აი ჩვენი მაყურებელს შეიძლება ეცნობოდეს იქიდან ეს პერფორმანსი იყო, ქუჩაში რო დადის და ქართული ოცნება ლეგიტიმურია რო აფრთხილებს საზოგადოებას და რაღაცა. ხო და ამბავი იყო ესეთი, რომ რამდენიმე დღის წინ დაიწყო ორკესტრირებული თავდასხმის კამპანია ჯერჯერობით სიტყვებით მასზე. ერთი ჩანაწერის გამო, რომელიც იყო კონტექსტიდან ამოგლეჯილი. უბრალოდ გამო არასწორია, გამო დაიწყო, ანუ მიზეზი იყო ის, რაც თქვით, რომ აქტივისტი არის და აკეთებს. და არსებობს ხალხი, რომლებიც არც სულელები არიან, არც უჭკუოები, მაგრამ არიან სინდის ნამუს გარეცხილები. და მათი საქმე არის, რომ ესე ისხდნენ უყურონ ყველაფერს და იფიქრონ რომ რაზე წამოიგება საზოგადოება გახურდება
ამ შემთხვევაში ეს იყო ერთგვარი ხუმრობაც არ იყო, მაინდა-მაინც ან რაღაც ჩანაწერი არის, სადაც სტუმარს ეკითხებიან, რომ ვინ გძულს და ის რო დაფიქრდება თუ რაღაცას ამბობს და ონის ხუმრობს, რომ ხა ნუდარ დუმბაძე რო ეთქვა. არა, პერსონაჟს აღწერენ, პერსონაჟი, რომელსაც რაღაც აი შეიძლება სიძულვილი აქვს, სიძულვილით ცხოვრობს და აი რაღაც აბსურდულ რაღაცებზეც კი შეიძლება გახურდეს და ზულდეს მაგალითად, აი როგორც აბსურდი, როგორც კონტრასტი, ხო, აი მაგალითად ხურდებოდეს ნოდარ დუმბაძეზე. ხუმრობის არსი იყო, რომ რა სისულელე იქნება ნოდარ დუმბაძე რო ზულდესო და მე მოაყოლა უხმაგის გული და ცუდი სიტყვა მე. ოღონდ იქ კვადრატულ ფრჩხილებში რო წერიან ხოლმე ეს რო ეთქვა რა სისულელე სალსახარი მანდან კონტექსტი, რომ ვის შეიძლება ზულდეს ნოდარ დუმბაძე, რომ ესე საშინლად აგინოს. მაგაზე იყო ლაპარაკი, რომელიც ვინც დაждდება და უყურებს ყველასთვის გასაგებია, რომ მე რაღაც კონტექსტს კი არ უცვლი და არ ვაправებ, არამედ ეგ იყო. ოღონდ ის სინდის ნამუსგარეცხილი ხალხი, რომელმაც ასევე ძალიან კარგად დაინახეს კონტექსტი, თქვეს, რომ აინახე გვერდზე ისუსის, ბენდუქიძის შვილი უზის ამას, ეს ცუდი სიტყვა თქვა და ამაზე ძალიან კარგად წამოვიკიდებთ ხალხს. რომელიც ახლა იმ სისტემაში ჩახედული არა ვარ, მაგრამ ნუ ყველამ ვიცით როგორ ხდება ხოლმე, აქვს თავიანთი სწრაფად გავრცელების რაღაცა არხი, თავისი ხალხი, ვინც ხალხო ნახე რასიზმს სადღაც დააკომენტარებენ და მე თავისით მიდის ეს ყველაფერი. მე სხვები გამოჩნდებიან, ვინც ასევე ნოდარ დუმბაძე გაგვილანძღენ დაწერეს, რომელიც არ გაულანძღენ, მაგრამ ნუ და ამას ემატება ტელევიზორში დაუსრულებლად მაგაზე ლაპარაკი, ინტერვიუები ვიღაც ხალხთან, რომლებიც ამბობს, რომ აი ესენი უსამშობლოები, აკაცუკები ნახენ ნოდარ დუმბაძეს გადაწყვეტენ და უმეტესობა მე იმ ვიდეოს კი არ უყურებს, ან რო შეხედოს ახლა ხო იცი მე ხალხის უმეტესობას კონტექსტის გაგება და რაც აზრის გამოტანა ისედაც უჭირთ. ვინც ეგ აკეთა მაგათ არ უჭირთ. არც იმ ჟურნალისტებს, რომლებიც ისხდნენ და მაგას აკეთებდნენ, იმიტომ რომ ეგენი არიან უპასუხისმგებლოები რა თქვა ფინთები არიან და სულ არ ეცემა და მე მოკლედ გუშინ სახლთან დახვდა რაღაც სამი ტიპი და ცემეს რომლებიც ესე წერდნენ რომ მთავრობამ მიუქცია შეიძლება არც არავის არ დაუვალებია იმ ხალხისთვის მაგრამ ხო ვითარება შექმნეს რომ რაღაცა დაეშავებინათ ონისისთვის თან მართლები რო ყოფილიყვნენ რომ იცი რა ეგ მოსულა იმიტომ რომ ნახე მაგან ნოდარ დუმბაძე როგორ გაგვილანძღა და შემდეგ ახლა უყურავთ დროად რომ მიგდებს ხოლმე როგორც წინაზე თქვენ პროსამთავრობა რაღაც Facebook ტიპებს რომლებიც ზოგი არსებობს ზოგი არ არსებობს მაგრამ ნუ აქტიურად არიან და იმათ განსხვავებული ახაც ხო ანუ რაღაც იცემა კაცი ცუდი სიტყვა თქვა და არ ეთქვა არ გაილახებოდა არის აბსოლუტური უსინდისობა და ანუ იმის თქმა უნდა რომც არ ეცემათ ძალიან ადვილია ხოლმე შორიდან რომ დაიკიდე ბიჭო არ მიაქციო ყურადღება ძალიან რთულია იმიტომ რომ იღებ ახლა ონისისგან არ ვიცი მაგრამ ნუ მინახავს ათობით ასობით ინბოქსში დედის ტრაკის გინებას ყველგან კომენტარებში წერენ ვიღაც სხვასთან კომენტარებს უწერენ და აქედან არ ყვია ხა რომელია ტროლი ბოტი რომელია ნამდვილი ადამიანი რომელი რაღაცა უმეტესობა ნამდვილი ადამიანია რომლებიც აი ამ ვითომ სამართლიანი რისკით მოცულები რომლებიც ესე გავიწროებენ არ არის ადვილი რა თქმა უნდა ზალადობის იმაში ვცხოვრობ ცივსეში ხო ყოველფეხის ნაბიჯზე ხდება ეს სუდი ამბები და ონისე კი არის ყოჩაღი და ეს რაღაცა ყველა სხვებზე მეტად შეიძლება მაგრამ ნუ ძალიან რთულია რომ მაგან არ რისკი იქნას რა ღამე მშვიდად გეძინოს მე როცა ვიღაცეები თან რო იცი რომ სპეციალურად მოგიქციეს ვიღაცეები იმიტომ რომ ხუმრობის გამო არავის არ უცემია ეს იმიტომ ცემეს რომ აქტივისტია და იმიტომ ააგორეს ეს არა იმიტომ რომ რაღაც ვიღაცამ ნახა და შეშფოთებულმა მოქალაქემ ამბავი ატეხა არამედ ერთი ის კვერცხი ჩადეს იმაში უსამშობლოების იმაში კალათაში რომ აი უსამშობლოები გვილანძღავენ მას ერეკლე პაპას მწერლებს პატივსაცემ ხალხს და ასე შენი არ იყოს ერეკლე პაპას გადაეფარებიან და მე ირანში დადიან ვიღაცა რომ მოუკვდებათ მაინდა-მაინც იკვიდიან ხოლმე საბაბი სინამდვილეში ხო გამოჩნდა რომ ერეკლეს არიცავენ და ერეკლეს საერთოდ არ აინტერესებთ ხო თორე ახლა ვიღაცა ისტორიკოსი ან ფილოლოგი ერეკლეს საქმიანობას, ერეკლეს მოღვაწეობას, რაღაც დიპლომატიურ იმას ხელმოწარვას თუ წარმატებას რო გააკრიტიკებს, იმას სრულიად მეცნიერულ და თეორიულ მსჯელობაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი დარტყმა არ არის ერეკლეს მემკვიდრეობაზე, როდესაც ირანის კარზე მიდიხარ სიტყვაზე და იქ იმათ შაჰ აბასის საფლავზე მიდიხარ ყვავილები მიგაკ
თუ ამ ველში შევალთ, ხო? ის უფრო მეტი ერეკლება გერმანიის ელჩი ან ინგლისის რაღაცას რო იყოს, გამოხტებიან და სუდადას აგინებენ ხოლმე და ირანის ელჩო რო დაწეს, რომ ჩვენ მუდამ მშვიდობიანი თანაარსებობა გქონდა და არ მომხდარა ისტორიაში არასდროს ესე რომ ჩვენ მეზობელი ვიღაც შეგვევიწროებინოს, თან ჩვენ ესე ვიყავით, როგორც ჩვენ ვიყავით ისინი. ერეკლე პაპა, ხო, კი, ხო და ამ შემთხვევაშიც, ხო, რა თქვა ის კი არა, ის არ არის მნიშვნელოვანი. ვინ თქვა ეგ არის მნიშვნელოვანი და აი რა მიზან დასახულობა აქვს და რა მიზნით იმაშვებიან უტევენ. აი ეს ორკესტრულობა, კამპანიურობა რაც გვაქვს ნანახი ერეკლეზე და სხვასთან დაკავშირებით, მეც ხო სიტყვაზე ხო სრულიად არაფრის გამო, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს სტატია იყო ერეკლეზე, ხო? და იქ შიგნი არ წაიკითხეს და ტიპებმა იფიქრეს, რომ აი კიდე აი მორიგი ის არის, ყველამ გამოთქვა რაღაც აზრი, ხო? აქაც ეგრე არის, ხო? ვინ ამბობს ის ეგ არის მნიშვნელოვანი, თორე თვითონ ნოდარ დუმბაძე ახლა რო ცოცხალი იყოს, ხო? და მისი ტექსტები გაქექონ, აი ახლა რა პოზიციიდანაც თვითონ აკრიტიკებენ, ხო? სიტყვაზე ათეისტი იყო, კომუნისტი იყო, რაღაც ის კრიმინალები, პარტიულები, ის ისა. თუ პროპაგანდას დასჭირდება, მასაც გააშავებენ. თან ეხა პრობლემოთ. ქართული იუმორი დიდწილად ძალიან ისე ხმამაღლა გამოდის, ნოდარ დუმბაძეზე დგას, იმიტომ რომ სხვებსაც სასაცილო რაღაცები ბევრს დაუწერია, ილია ჭავჭავაძეც კარგად გადაობდა და სხვებიც, მაგრამ აი ესეთი ძალიან ზეპოპულარული მწერალი, რომელიც იუმორისტია ფაქტობრივად, ბევრს გადაობდა და თან ბევრისგან განსხვავებით ძალიან კაი იუმორის გზნობა ჰქონდა და მთელი რაღაც ამბებს რო ყვებიან ხოლმე. ჩემი საყვარელი ერთ-ერთი ამბავია, ნოდარ დუმბაძეზე ყვებიან, მაგრამ შეიძლება არ არის ნამდვილი რომ კვდებოდა და ცოლს რო უთხრა რომ საიდუმლო უნდა გითხრა შვილი შენგან არ ამყავს ძალიან კაი ხუმრობა არის არ ვიცი ვიღაცა მოიფიქრა და მე თქვა რომ აი ნოდარ დუმბაძე იტყოდა მაგასო მაგრამ ეგეც ბევრზე მეტყველებს ხო რომ რაღაცა სასაცილო ხუმრობებს არა წერდა და თუ ეხა ბავშვობაში გაგწაკითხული ბევრი რაღაცა იუმორის ახქმა თუ რაღაცა გრძნობა მანდედან შეიძლება კონტექსტ გამოყოლილი, იმიტომ რომ სასაცილო იყო ობიექტურად. მაგრამ ხო არ არის, ნოდარ დუმბაძეზე არ არის. ეს არის ჩასაფრებულ ხალხზე, რომლებიც მე ნერვები მომეშალა ვიღაცები წერდნენ, რომ კი მეც ხელისუფლების წინააღმდეგი ვარ რაღაცა, მაგრამ ცოტა ფრთხილად ვიყოთ, ნუ მივცემთ. ხო, არ მიუციათ, ანუ არაფერი მსგავსი არ ვთქვამთ. იმიტომ რომ მე ხა სტენდაპებზე დავდივარ ხოლმე და ისეაც ვხედავ და სულ ის არის, რომ სტენდაპზე შეიძლება ისე იხუმრო, უფრო თამამადან გაბედულად და ყველა ისეა რომ მოდი ახლა ერთმანეთს საქმეს ნუ გაუფუჭებთ და აქ მისმის და ამიტომ ისედაც გაფრთხილებულია აქ ხალხი და ეგ ისა რომ იცი რა ნუ აძლევთ კიდე საფუძველი არავის საფუძველი არ მიუცია რასაც გინდა რა 2 საათი რო ზიხარ დალაპარაკობ რაღაც 5 წუთს ამოგიჭრიან და მე მოგიქცევენ სულ ყველას იმიტომ რომ ესეც რაღაც წავიკითხე მაგრამ ნუ მანამდეც წავიკითხე და ის იყო იმის გაცნობიერება გვიჭირსო საქართველოში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება რაღაც ხნის წინ. არ არის აუცილებელი ეს ქვევიდან მოდიოდეს და რაღაც წითელარმიელები სადღაც შეიჭრებოდნენ. გერმანიაშიც მოხდა ეგრე და სხვაგანაც მოხდა ჩინეთშიც. რომ ზევიდან უცებ იტყვიან რომ იცი რა ეს კანონები აღარ მუშაობს. ეხლა არის სხვა კანონები. და მე ვახოსანაეს თქვათ რომ გაუშვებენ ციხეში. სხვები წერდნენ რომ რა გინდა ჯარიმა არ გადაიხადა და გაუშვეს და გასაშვები იყო. ჯარიმა ვინ დააწესა? რამდენი ხნის წინ დაწესდა? ანუ თავისუფლად შეიძლება რომ შეცვალო ეს მთელი კანონები რაც არის, შეიძლება კონსტიტუციას არ შეეხო, მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს? მე აკრძალავენ რომ იცი რა შავით დადიოდა გარეთ და მაგაზე ჯარიმა არის. შავით რო დადიხარ გარეთ და ხან გადაიხადო ფულიან ციხეში წახვიდე და ისინი გამოვლინდნენ დაწერენ რომ იცი რა დიახაც იმიტომ ჩასვეს რომ არ გადაიხადა ჯარიმა რომ შავი ეცვა. ვინ დააწესა ეს კანონი? სად არის? ანუ არჩევნებში მიღება არ მიღებაზე რო არის ლაპარაკი მონაწილეობის რანაირი არჩევნები შეიძლება ჩატარდეს, სადაც ნებისმიერ დღეს გამოვლინდა იტყვა რომ ეხლა ამ პოლიტიკოს დავიჭერთ, რომელსაც ისედაც რა რეიტინგი აქვს, იმიტომ რომ არც რომელიმეს მეხუთმეტ გამოდგება ვინმე და თვითონაც იციან ხოლმე რა მაინც გადასარევები შეიძლება ვერ ვიყოთ, მაგრამ რაღაცა, მაგრამ მაგის მიუხედავად, როცა შეიძლება კანონი მიიღო და თქვა რომ ეხლა ამას დავიჭერთ პოლიტიკოსებს და აი მე რაღაც გერმანიაში ისე ხდება, ინგლისშიც რა სად არის, აქ დემოკრატია აღარ არის. ეს არ არის დემოკრატია, სადაც სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები შეიძლება რომ ჩატარდეს, იმიტომ რომ აბსოლუტურად მომსპარი არის მაგის და არის საკანონმდებლო ბაზა მიღებული, რომლის მიხედვითაც რაც თვითონ მანამდე ქონდა დაცვის მექანიზმები,
საარჩევნო კანონმდებლობაში, რომ როგორ შეიძლება რომ კარუსელი არ დატრიალდეს, რომ ვისი წარმომადგენელი უნდა იყოს იქ, რომელიც წლების განმავლობაში ზოგი ძალით შეატანინეს ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა წინა ხელისუფლებას, ზოგი ამათ თავისით მიიღეს, ზოგი შეატანინეს და მე ვთქვი, რომ არა. ეხლა აღარ არის საჭირო, რომ ეს ისინი გქონდეს, იმიტომ რომ რატომ უნდა გქონდეს. კი. და ვართ ეხა ესე, ანუ ზევიდან არის ტერორი, რომ ვიღაცა არ მოგვეწონა, მოდი რაღაცას ამოუქეკავთ და ესე გავავრცელებთ და თან ვიწუწუნებთ გაუთავებლად, რომ ჩვენ გვაბულინგებენ და ჩვენ წინააღმდეგ და მოდი გინება აკრძალოთ და აბა გინება მოგწონთ და კაი არავინ არ შეიგინება, მე რა იქნება, უკმაყოფილების გამოხატვა შეიძლება რომ აიკრძალოს, იმიტომ რომ არის ეგრე პოლიტიკოსებს რაზეც იჭერენ, არის საბოტაჟის მუხლი თუ რაღაცა, რომ უცხოელებს რატო უთხრეს, რომ საქართველოში საქმე კარგად არ არისო. ეხლა ვუტრირებ, მაგრამ ძალიან შორს არა ვარ იქიდან რაცხადა. კი, ხო, აი ბოლო იარაღი მართლაც ეგრე არის იმის მერე რაც ყველა მიხვდა აქ რომ ესე არჩევნებით და ჩვეულებრივი იმით პოლიტიკური პროცესით, ხო, ხელისუფლების შეცვლა ფაქტობრივად წარმოუდგენელი არის, ხო, ბოლო იარაღი რაც არის ხელისუფლების ოპოზიციაში მყოფი საზოგადოებისთვის სიტყვა, ხო, აი იმასაც კი ებრძვიან. ფიზიკურად გამოხატვა ამ პროტესტის ქუჩაში დგომა, ტროტუარზე დგომა და ასე შემდეგ, ხო, ყველანაირად შეზღუდეს, ხო? აი ფაქტობრივად არის ეს ხელისუფლებაში მყოფი ძალა და საზოგადოების დანარჩენი ნაწილი არის აღარ ითქმის ეს რომ არის რაღაც პოლიტიკური პროცესი, ხო? პოლიტიკურ პროცესზე ბევრად უარესი ამბავი არის, აი ფაქტობრივად არის ცივი სამოქალაქო დაპირისპირება, სადაც ნუ ეს სროლის ხმები არის მის და ასე ის ბრძოლის ველზე ხალხი არ იხოცება, თორემ ისეთი ცვლილებებს იღებს ეს პარლამენტი, საქართველოს პარლამენტი, ისეთი ინტენსივობით, ისეთი ოპერატიულობით, გუში რაღაცა შეამჩნიეს დღეს უკვე კანონი არის. აი ეს დაჩქარებულით, ეს სტატისტიკაც იყო, ხო, წარმოუდგენელი არის პარლამენტი ესე მუშაობდეს. რაც არ უნდა ბრძნულ გადაწყვეტილებებს იღებდეს და რაც არ უნდა ბრძენი პოლიტიკოსები ყავდეს, ხო, რაღაც ფილტრები არის საჭირო, რაღაც ჩართულობა არის საჭირო, ამისთვის არის პირველი მოსმენა, მეორე მოსმენა, მესამე მოსმენა. აქ ისეთი მიზანი აქვს, რომ არანაირი პირველი მოსმენა, მეორე ასეთი ტაშის დაკვრაზე უფრო სწრაფად იღებენ კანონებს. ეს არის მათ ხელში იარაღი, რომელსაც გირწყავენ სახეში, ფიზიკურადაც გამცირებენ, მორალურადაც გამცირებენ, გაბრალებენ, გაშავებენ, აი ყველაფერს გიკეთებენ და შენ გაქვს ერთადერთის გამოხატვის თავისუფლება, გამოხატო რაღაცა. აი ეს ახლა სანაია ახსენე შენ დაკავებაზე, ხო? ჩვენ გვახსოვს სულ ცოტა ხნის წინ, აქ ძირითადად ორგანიზებულად იგინებოდნენ და ვის აგინებდნენ ოპოზიციის ლიდერებს, თავისუფალი მედიის წარმომადგენლებს, სამოქალაქო აქტივისტებს აგინებდნენ, როგორც ესეთი პირდაპირ ტელეფონებზე ურეკავ, ოჯახის წევრებს. ახლა ვერავის ვერ დაარწმუნებს, რომ აი ამ ხელა საინფორმაციო ბაზა, რასაც ქვია, ოჯახის წევრების ჩათვლით ეს ტელეფონის ნომრები და რაღაცა, რომ ვიღაც ნერვებ მოშლილმა რიგითმა მოქალაქემ მოიპოვა და დაიწყო დარეკვა, ხო? აი დაწყებული, რა ვიცი, ჩემიდან დამთავრებული ის როგორი კაცი არის ისა არასერიოზული კაცი თუ ის რო არ კაცო საეჭვო კაცი. ხო, საეჭვო კაცი, ხო? ყველაზე ხო, ძალიან სასაცილო იყო, მასაც რო ურეკავდნენ და აგინებდნენ. ხო, აი ესეთი ხალხი ბოლო-ბოლო პრეზიდენტი ყავს ისეთი, რომელიც ძირითადად ცნობილია გინებით, ხო? სანამ ის პრეზიდენტი გახდებოდა, მის მოღვაწეობას ესეთი იმათ წითელ ზოლად გაზრდებოდა ეს გინება. ემოციური, ესეთი ქართული ძარღვიანი გინება. სხვა უმრავლესობის წევრები ჩხუბით და გინებით ცნობილი. არის ეს YouTube-ზე არის, სოციალურ ქსელებში არის ძირითადად. ხო და უცბად იმის გამო რომ ეს უკვე აღარ სჭირდებათ, ეს გავლილი ეტაპი არის, დაჩაგრეს ისე ზოგი ამით, ზოგი იმით, დააწყნარეს, ზოგი შეაშინეს, ზოგს მობეზდა და ხელი ჩაიგნა, აღარანაირი ესეთი აუცილებლობა არ აქვს ყოველდღიური ამ აგრესიის გამოხატვის. გინების, ცემის და რა, ხო? და ახლა დაიწყეს მეორე მხარეს, თუ კი ვინმე რაღაცნაირად, ხო? რიგითი მოქალაქე, ძალაუფლებით აღჭურვილი ადამიანი, რომელსაც დიდი ალბათობით მიტაცებული აქვს ძალაუფლება, მის შესახებ რაღაცას გამოთქვას, ხო, აი იმის კონტროლი დაიწყეს. აი როგორი რაღაცა არის, იცი? აი თუნდაც მოდი ასე ვთქვათ, გინება და ბილწიტყვაობა, როდესაც ჩვეულებრივი ადამიანი სოციალურ ქსელში ვიღაცაზე წერს. აი ეს პოლიტიკოსი არის ესეთი ამბობს, ხო? აი ამის კონტროლი საკანონმდებლო დონეზე, ამის კონტროლი არის მაშინ კონსტიტუციაში ჩავწეროთ, რომ
აქ არავინ მზე არ არის, ანუ იმ ჭყალებში, ხო? აი ბრამის კონსტიტუციაში ჩაწერონ. როგორი რაღაცა არის? ადამიანების დავა, ადამიანები ერთმანეთთან რო აზრს გამოთქვამენ, ხო? ყველაფერს, აი 3.5 მილიონი ადამიანის ურთიერთობას, სოციალური ურთიერთობას ვერ გააკონტროლებს. არავინ არ არის გიჟი. მე რო რაღაცას ვამბობ, თუნდაც ცუდ რაღაცას, ხო, ამაზე რაღაცნაირად პასუხისმგებელი ვარ. თუ იმდენად უსამართლო რაღაცას ვამბობ, აი იქ გარშემო მყოფნი, საზოგადოება, მეგობრები, იქით ამხარე, აქეთ ამხარე, ისეთნაირად გამკიცხავს, ან ვიგრძნობ მე ამ გაკიცხვას, ამას არ გავაკეთებ, ამ ბოდის მოვიხარ. ყველაფერი სასამართლოში მიდიოდეს, რაც არ უნდა, რა აზრიც არ უნდა გამოუთქვა და ვიღაცამ ჩათვალოს, რომ ეს არის უზრდელობა, ხო? ხო შეიძლება ვიღაც ტიპი მოდის პოლიტიკოსი და აი ითხოვს, რომ მე ამირჩიეთ პრეზიდენტად და რაღაცა და ვიღაც ტიპები გამოთქვამენ აზრს, ეს სირი რა თუ ავირჩიოთ და ვინ არის? ამაზე უნდა დაიჭირო და ჯარიმად გადახდებინო? კაცი მოდის და გეუბნება, რომ დავით აღმაშენებელი ვარ და ვინ არის ეს? ფიქრობ, ხო? ამ დონეზე კონტროლი შეიძლება აზრის? თუმცა რომ არ არის აზრი, ეგ არის კი აქ-იქ დააჯარიმეს ვიღაცა ვინც ერთი ყო, არამე მეორე სწორედ სანაიარო გალანძღა თვითონ ესენი ამბობდნენ რომ ვინ არიან არ ვიცი ჩვენ არ უჩივითო, მაგრამ იგივე ონისას რო აგინებენ ასობით ამაკ შეყოდრილი სულ ყველა დაიჭირეს და დააჯარიმეს. ეს ამბავი არის რომ ეს კანონები უნდათ შენს გასაჩერებლად, თორე ის ტიპები ვინც იგინებოდნენ საჭიროების შემთხვევაში ისევ იგინებიან, რაზეა ლაპარაკი. აი ეს დეპუტატი როა ის სამხარაძე, ხო? ახლა ნუ ის დარწმუნებული ვარ იმას, სხვანაირად ურთიერთობა ოპონენტებთან არ შეუძლია. ხო? უბრალოდ ახლა რაღაც პერიოდის განმავლობაში შეიძლება თავს იკავებდეს და რაღაცა ეს ისი აქტიური არ იყოს, ხო? ან რა ვერ გავიგე 2 წლის წინ ნაგინები არ არის თუ ესეთი კატასტროფა იყო ნუ ახლა პრეზიდენტი არის ხო თუ ესეთი და თან აქებდა და ჩვენ ხო გვაქვს ის სულ ძველია 14 წლის წინანდელი როდესაც ეს ღარიბაშვილი აგინებს მაშინდელ თავდაცვის მინისტრი თუ არ იყო ჯერ თავდაცვის მინისტრი ჩანაწერი რო არის და კომენტარს რო აკეთებს ის ბატონი ბიძინა და ხო აი ეგეთი რაღაც კახელი კაცია და რაღაც ანუ როდესაც ესე იგი შენიანი იგინება ეს რაღაცნაირად ჩვენი კულტურის და ახლა შეიძლება ესეთი არ არის მაგრამ რაღაც ეთნოგრაფია და კულტურა და ქართველი კაცი კახელი კაცი აბა ეგრო გოლიანად რო არ შეიგინოს ესე აბა როგორ შეიძლება და უცბად ეს გახდა ეს საციხუ ამბავი, ხო? ეს ხო გეუბნები, ეს არ არის კონფლიქტის ჩასაქრობად და საზოგადოებაში სიმშვიდის ჩამოსაგდებად არ არის ეს ინიციატივა. სად არის სიმშვიდი, ანუ ნერვ დაგლეჯილი დავდივარ, ჯერამონის ეს გამო, მე ის რაც მოხდა იმ ვერაზე სროლა, რომელიც მე მაგანის მიქნა, რომ ეგრევე მივიდა შეტენვა, რომ ის მსროლელი ლელოს კაცია თუ ოცნების კაცია თუ რაღაც რა მნიშვნელობა აქვს, ანუ აი ეგეც იცი რა არის ხო იტყვიან ხოლმე ყველაზე ესეთი არგუმენტი არის რომ ყველგან ხდება აი ესეთ ქვეყნებშიც ხდება და აი ყველგან ხდება მაგრამ უყურე ყველგანში ხდება აი 100 ჯერ გვაქვს ნათქვამი რომ ამას ქართველი არიზავდა ამას ქართველი არიზავდა ეს ქონდა ახლა რო ყველაფერი გავაკეთეთ უღირსობა და ახლა ეს ყველგან ხდება ამით ვიმართებთ მაგრამ უყურე მთელი ძალისხმევა პოლიციის, მართლმსაჯულების და ყველაფრის, აი რა ვიცი, სამართალდამცავი და უკვე სამართალდამცავიც აღარ ითქმის, აი ძალოვანების თუ სილავიკების და ის მიმართული არის პოლიტიკური ოპონენტების განეიტრალებისაკენ. არაფერს ისეთი გულმოდგინებით არ აკეთებს სამართალდამცავი სტრუქტურები, როგორც ამ იმის აქციების, მიტინგების უკმაყოფილო ადამიანების კონტროლი, ხო? აი ერთ იმაზე მომიტინგეზე, ერთ აქციის მონაწილეზე 10 და აი დახვეწილები და დამუღამებულები და იქიდან გზის ჩაკეტვა, აქედან ისა მართვა, როგორი აი 10-ნაირი ისა აქვთ რა, გეგმა აქვთ, აი როგორ დაშალონ, როგორ გაიტაცონ, როგორ დაჩაგრონ, რა უქნან, ხო? აი მთელი ისა აქვთ, აი შემოქმედებითად მიუდგნენ და უამრავი გეგმა აქვთ, როგორ მართონ ეს ისა პროტესტი. როგორ ჩაახშონ, როგორ არ მიცენ საშუალება იქ ტროტუარიდან იქ არ გადმოხვიდე, იქ არ ახვიდე და ის და დანარჩენი ამბავი არის მეორე ხარისხოვანი. ეს არის აუცილებელი, ეს არ უნდა გაექცენ კონტროლიდან და იქ მოკლავენ ვიღაცას, იქ ვიღაცას დაასისხლიანებენ, კბილებს დაამტრევენ, თვალებს ამოთხიან რაღაცას. დინჯად მივლენ არანაირი ეს ოპერატიული მოქმედებები, წინსწრებით თავიდან აცილება
ლენტა შემოავლებენ იქ რაღაც მე დაკითხავენ აღიძრება საქმე დააკავებენ მე ალბათ შეიწყალებენ ან რაღაცას იზავენ ან კაცრად დაჯიან და მე რაღაცა შეახებენ ეს არ არის მათი ყოველდღიური საფიქრალი ეს არის რაღაც თამდევი ამბავი თავარი ის არის რაღაცა აი იმას პოლიტიკურ ამბავს არ დაემუქროს წინაზე არ გიხსენები ალეკოს 13 წელი ელისაშვილს რომ მიუსაჯეს რომელიც ყველა ისე იყო რომ რასაკეთებდა იქ ალეკო ვერავინ ვერ გაიგო 13 წელი ხო ტერორისტის მუხლით და იმით ეგ არის არავინ არ ამბობს იქ როგორ ამ ამბავს აი ესე ვიღაცა რო დაწერს რომ ეს 13 წელი რა ამბავია და ეს ტერორისტობა რა ამბავია რომ ორგანიზებულად გასაკვირველია ხო ის ნინი მაყვალა გივი და ეგენი იმას რომ აბა როგორ ესე იგი ეს არაფერია იქ მივარდეს სასამართლოში ბენზინით იმით ამით მიასხას მოასხას არაფერი არ გაუკეთებია და კანონი არ დაურღვევია ამას არავინ არ ამბობს როგორც ის მზია ამაღლობელის ამბავზე არის ხო სილა რო გაარტყა პოლიციელს ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი არა ესეთი ბუზი არ მოუგერიებია რაღაც ქმედება არის რასაც შედეგი უნდა მოხვეს მაგრამ რამდენად ადეკვატური არის ის რა მუხლიც მიუყენეს და რა სასჯელიც მიუსაჯეს 13 წელი მიუსაჯეს ტერორიზმის ბრალდებით ხო არაფერი არ დაზიანდა ხო მცდელობა იყო რაღაცის და ნუ ამაზე შეიძლება ლაპარაკი რაღაც მაგრამ ტერორიზმი ხო და ხო ძალიან საინტერესო ის ქონდა გივით არგამაძეს რომელიც ქალაქის ცენტრში დაუნაღმეს მანქანა დისტანციური მართვის აპარატით სადაც ჩართული იყო აი მთელი ქსელი და იმის ამფეთქებლები არ გაასამართლეს ტერორიზმის მუხლით ხო და აქაც არის ამ შერჩევით სამართალზე ლაპარაკი ეს 13 წელი რა ამბავია ეს ტერორიზმი საიდან მოვიდა ხო რაც ჩაიდინა ხო ის მიუსაჯე ესე ხო არ შეიძლება რომ ეს კანონები ქონდეს მარტო იმისთვის რა ოპონენტებისთვის და მიზანშეწონილების მიხედვით მოქმედებდე და ამას ვამბობ ხო აი ბევრად უფრო მეტ ყურადღებას უთმობს კრიმინალური პოლიცია საგზაო პოლიცია ეს პატრული ქვია პროკურატურა გადატვირთულია ხო სასამართლოები ამ სამოქალაქო აქტივისტების საქმეებით აი კონვეიერი მუშაობს და აი ეს სისხლის სამართლის დამნაშავეები ხო მათი მართვა ვისა აქვს იარაღი როგორ იყენებს ხო ეს არის ისე მიტოვებული მე იმას კი არ ვამბობ რომ რაღაცნაირად აწყობთ რომ ხალხი ქუჩაში ჩაცხრილონ და მოკლან და ის მაგრამ ეს მოსდევს როდესაც შენი მთელი ყურადღება სხვა ამბავზეა გადატანილი ეს ხდება მეორე ხარისხოვანი ეგ არის ამოწურვადი რესურსი ამაზეც რო უთმობ მეტ დროს რაღაც სხვას არ დაუთმე საკმარისი დრო იმას რო უთმობ დროს რომ ქუჩაში ბავშვები რო გაივლიან ყველა უნდა გაჩხრიკო და იქნება პლანი უპოვო მე რაც ბოლოს შეშას და რაღაცებს რო ეძებდნენ ეს არის აი სისხლის სამართლებრივი პოლიტიკა არის ახლა მე არა ვარ ამის სპეციალისტი მაგრამ ამ დონეზე ვიცი რომ აი პროკურატურა ეს სპეციალისტები ვინც არიან აკვირდებიან რა ტიპის დანაშაული იზრდება და რა გამოწვევები არის საზოგადოებაში და იმის მიხედვით ამკაცრებენ კანონებს ამკაცრებენ აი ყურადღებას ხო აი პოლიციამ ამ კრიმინალურმა პოლიციამ რა მიმართულებებით იმუშაოს რომელი კანონები უნდა ისახოს და კანონებზეც არ არის იმიტომ რომ ეგ მეც ფილმებიდან და წიგნიდან ვიცი რომ შეიძლება კანონი იყოს და არ აღასრულებდეს არავინ და სწორი იყოს პოლიციას ეუბნებიან რომ თავიდან რო იყო ღარიბაშვილი პრემიერის სუთავიდან მაშინ 1-2 კვირა დაერივნენ და ქუჩაში ვინც სვამდა იმათ აჯარიმებდნენ და აკავებდნენ და ყველა ესე იყო რომ რაღაც ეხა აღარ შვებიან მაგას იმიტომ რომ რაც კანონი იყო მაშინ ეხაც იგივე კანონია მაგრამ კი აღსრულება ოჯახურ ძალადობაზე ან რაზე დავდივართ რომ დანაზე ვიჭერთ თუ არა იმიტომ რომ ეხა ცხადია რომ საშიშია ცივი იარაღით სიარული და მაგას აღსრულება ჭირდება რომ ვიღაცა კაცის მკვლელი დანით არ დადიოდეს მეორე მხრივ როცა ეგ არის ისე გამკაცრებული რომ პრობლემა ქონდათ ლესავ კომპანიას სადაც ჩასაფრებულები იყვნენ რომ გამოდიოდი თუ სათანადოდ გადაფუთული სამზარეულოს დანა რომელიც გასალესად მიიტანე არა რომელიც იქ ყველა მიცის რომ გასალესად ქონდა მისატანი რომ ჯარიმა გამოგიწარონ ვიღაც ტიპი იყო ზუგდიდის ბაზარში გახსოვს ვაშლს თლიდა და ის დააჯარიმეს ამ დროს აი რა ანუ ეგ არის ჯერ აღსრულების საკითხი რომ რაზე ამახვილებინებ ყურადღებას იმიტომ რომ
გარეთ რო ხარ პოლიციელი გამოსული, ბევრი კანონდარღვევა ხდება, ვიღაცამ შეიძლება ქუჩაზე გადაირბინოს, ვიღაც შეიძლება ვაშლს თლიდეს და ვიღაც შეიძლება ლუცვამდეს კუთხეში და იმას უფროსისგან როგორც აქ დავალება, რომ ამას აქცევ ყურადღებას, რაღაც სხვას აქცევ ყურადღებას, რაც ალბათ უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ვაშლი გათავდა ტიპმა თუ ქუჩაზე გადაირბინა. ან ვიღაცების საქმეა რომ ეკონტროლოს, ხო ეგეც ვინცად გადაირბინა და რაღაცა ეგეც მნიშვნელოვანია, მაგრამ რასაც შენ ამოფეკარი რომ ამას ეთმება ძალისხმევა, სხვა რაღაცას აკლდება. და ზოგ შემთხვევაში ისიც არის რომ ახლა ეს ვარაუდის დონეზე ვამბობ, მაგრამ ხშირად შეიძლება ჯერ გასარკვევია რომ ვისი ახლობელია იარაღიანი ტიპი ან ვინ არის რომელიც გელენვაგენში თუ რაღაცა დიდ ჯიპში ზის და შეიძლება იარაღი უდევს, მაგრამ გიღირს თუ არა რომ გააჩერო, იმიტომ რომ არ იცი რატო დადის იმ დიდი ჯიპით და ვისიანია და ვისთან აქვს დაალაგებული. ეგეც ხო არის რომ ანუ დადიან კრიმინალები, რომლებსაც არავინ არ ეხება, იმიტომ რომ კი, აი ამას ვამბობ, აი ეს უმაღლესი პოლიტიკურ დონეზე რო არის ეს უსამართლობა, რომ კანონები ხო მარტო ოპონენტებისთვის არის, ხო? ეს არის საზოგადოების სიღრმეებშიც ჩადის, ეს უფრო ქვემოთად ჩამოდის. იქ ვიღაცას აქვს ამ იარაღის ტარების და ხმარების არა სანქცირებულად, არა უკანონოდ ხმარების უფლება ან აქვს განცდა რომ რაღაც ბევრი რამე შერჩება და ვიღაცას არა აქვს ესა ხო რაღაცა რომ შეიძლება ეს არ იყოს ისეთი დანაშაული რომელიც ეს მოხდება ტელევიზიებში და შეაზანზარებს რაღაც წვრილმანი დანაშაული იყოს რომელიც მე არ მეპატიება მაგრამ რომელსაც შეიძლება ყოველ ფეხის ნაბიჯზე არ ღვევდნენ ვიღაც ტიპები იგივე მაგალითად გზაზე საგზაო მოძრაობები რო არის და იგივე ყველა ვიცით და ამაზე რამდენჯერ მეგულაპარაკია მაგრამ ყოველ ჯერზე უნდა ვთქვათ რომ პოლიციაში ცემენ ტიპებს ზოგ შემთხვევაში ვიდეოზე იყო გადაღებული რომ მე რა თქვა ეს გადაცდომა იყო ეს დავიჭირეთ რაღაცა არიან სხვები ვინც ყვებიან ანუ ვიდეო არ არის ჩანაწერი მაგრამ ნუ ძალიან დაწვრილებით ყვებიან როგორც ემეს და არის შემთხვევები ამას წინა თქვენს გედოთ იქა ვერ გადავეჩვიან ჩვენის თმას რადიო თავისუფლებასთან დაკავშირებით ანუ ღიმილით დავიწყე და ვთქვი რომ შუა ის აქვს რომ კაცი მოკლეს ცემით სავარაუდოდ ანუ ორი მეგობარი იყვნენ რომლებიც ჩხუბში მოყვნენ რომლებმაც როგორც ჩანს დაჭრეს ვიღაცა ისე რომ არ ახსოვდათ და მე ერთი ყვება რომ აი მეც მირტყეს და იმისი ყვირილის ხმამეს მოდა და აღარ არის ცოცხალი რომელიც გამოსაძიებელია მაგრამ გულის მომკვლელი და შემზარავი ამბავია და ყველამ ვიცით რომ ეგ ხდება იმიტომ რომ ყვება ხალხი და აი რაც კადრში მოხდა ის იშვიათი კადრები მაგრამ რაც რისი გადაღებაც მოხერხდა ერთი ის გორის ამბავი და მეორე ის დაკავების იზოლატორში რომ ეს რო უღებენ თვითონ განყოფილებაში როცემენ ხო აი განზოგადების საშუალებას იძლევა. აი ეს კადრები იძლევა განზოგადების საშუალებას. ეს პოლიციელების განზოგადების კიდე რომ რეაქცია რა იყო მაგაზე. ის კი არა რომ ვაიმე ხა გავარკოთ რაღაც ახლა ხდება. პირველი რეაქცია იყო რომ იმერო გადაიღო ეგ რატო მაგას ხوار გაუტრაკოთ და ეგენი დავაკავეთ და მე რა ბედი ეწია და ვინ არიან არც ვიცით. ხო, აი განზოგადების საშუალებას რატო იძლევა? აი როგორც ის პოლიციელები იქცევიან, აი ეს იძლევა დასკვნის გამოტანის საშუალებას რომ ესენი არიან ამ საქმის პროფესიონალები. იქ არავინ არ არის შეძბუნებული, არავინ არ იქცევა ისე რომ აი რაღაცნაირად დაგჭე შტაბეჭილება რომ ამას აკეთებენ პირველად. ეს აი რეგულარულად სისტემა აი როგორ იცი, ისიც კი იციან ხო ვინ რა უნდა გააკეთოს, რაღაცნაირად მოქმედებენ აი გეგმიურად რომელმა ფეხი დაუკავოს, რომელმა ხელი დაუკავოს, სად ჩაარტყან. არც ერთი არ არის ისეთი ტიპი, რომელიც აღშფოთებული არის ამ ძალადობით, ბევრი ხო არიან რას აკეთებ და ეს როგორ რა მოგივიდათ ხალხო რაღაც ეგეთი მოძრაობა არ არის. ეს ხდება როგორც ჩანს, აი თვითონ უყვარს ამ ხელისუფლებას ხშირად ამ სისტემური დანაშაულის ხსენება და აი ეს არის სისტემური დანაშაული და რომელიც ბევრს გონია რომ სიმკაცეს რო გამოიჩენ ეგეთ დროს კრიმინალის წინააღმდეგ მუშაობს ეგა და არ არის ეგრე იმიტომ რომ ჩვენ გვახსოვს 90-იან წლებში არაყიშვილის განყოფილება იყო ცნობილი ჩემთვის იმიტომ რომ იქ სწავლობდი სხვები სადაც არ უნდა მოხვდე იმიტომ რომ გირტყამენ ის ხალხი ვინც გირტყამდა მაშინ თვითონაც კაი ძველბიჭური გაგებისა იყო და ეხაც არაერთს უთქვამს რომ აი ამათ ვინ არ ევარსება და ფერად შარლიანი და რაღაცა თორე ქუჩის გაგება ვისაც აქვს იმათთან დაალაგებენ შეიძლება იმათი სახელი არ მოარტყან ან ყოველ შემთხვევაში ერთი მედლის ორი მხარე გამოდის ის კი არა რომ დაპირისპირებული მხარეები არიან და ამიტომ ურტყამენ არა კი აი ეს უსამართლო მიდგომა შერჩევითი სამართალი და აი ამ იმით ძალადობით გაჟღენთილი გარემო
მომიტინგეები იქნება, აქციის მონაწილეები იქნება, ხო შეაჩვიეს საზოგადოება ამის ყურებას, რომ შეგიძლია ჟურნალისტი, შეგიძლია ქალი, კაცი, დიდი, პატარა, მოხუცი, აი ასფალტზე ის ათრიო და სისხლი აქცევინო და ჩვეულებრივი ამბავია ესა. იცი რა არის? აი ეს გინდა არ გინდა ესეთი ატმოსფერო რო არის, ხო, ეს გადამდები ხდება. სულ რომ ის იყოს ტელევიზიით და მიმით სოციალურ ქსელებში 24 საათი ის დამთავრდა რა ეს აქტიურ კიდე კაი ის ამ კოშმარი სადაც სისხლის ქცევა და იმაში გადაკეთებული მარშრუტკებში ცემა ხალხის და რა ვიცი მეტროებში შევარდნა და იმებზე ესკალატორებზე თრევა და ასე შემდეგ, მაგრამ ეს რომ სულ იყოს 24 საათი, ხო? რავი, ქუჩებშიც იქნება შეტაკებები და ყველაფერი უბედურება მოხდება. გადამდებია ეს ძალადობაც და სულიად არ არის გასაკვირი, რომ ვიღაცა ქალს ცემს, ვიღაცა მოხუცს ცემს, ვიღაცა ბავშვს არინდობს და ასე შემდეგ. ამას უყურებ რაღაც სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილივით იყო სულ ცოტა ხნის წინ. ვიღაცები ვინც მიიჩნევენ რომ სახელმწიფო მათგან არის დავალებული, იმიტომ რომ როგორც ამბობენ დავალება მიიღეს არჩევნებზე რომ მობილიზება მოეხდენათ თქვათ უბნის ან რაღაცნაირი ხო, რასაკვირველია ეს ვისაც ავტორიტეტი ჰქონდა რომ წასულიყო და თავისიანები მოეყვანათ და ის ავტორიტეტი იმითი არ მოუპოვებია რომ ლექციებს უკითხავდა იმაზე ნოდარდობაზე. ხო, ვიღაც ტიპები თვლიან რომ რაღაცის მეტის უფლება აქვთ, გაიგე, იმიტომ რომ რაღაც დამსახურებები აქვთ. იცი რა არის ახლა ჩვენ ამას ხო ხედავთ არა რომ ხალხს რაღაც საზოგადოების რაღაც ნაწილს ეგ გავლენაც გაეზარდა სრულიად დაუმსახურებლად შემოსავლებით სრულიად ну ახლა შემოსავლები კიდე ახლა როგორი რაღაცა არის იცი როდესაც შენ კითხულობ იმას რაღაც რომელიღაც მედიის სტატიას და ხედავ რომ პარლამენტში სადაც ну ძალიან მაღალი ხელფასები არის და იქ რაღაც მნიშვნელოვან პროცენტს დეპუტატებისას სახელმწიფო მაღალი რაგის სახელმწიფო მოხელებისას მშობლები ბებიები ბაბუები ჩუქნიან რაღაც მილიონობით იმას. ну ხვდები რომ აქ რაღაცა ისი არ ხდება, ხო? და კანონის დარღვევა მოსულა, კანონისთვის გვერდისავლა მოსულა და იქ ხო მე ეს რაღაცნაირად ვრცელდება. შეიძლება ჩემამდე არ ჩამოვიდეს რიგით იმამდე, მაგრამ რაღაც დონეებზე ჩამოდის რომ უკანონოდ შეიძლება შემოსავალიც გაიზარდო, უკანონოდ შეიძლება რაღაც გავლენები და გაგიჩნდეს განცდა რომ რაღაცების გაკეთების ისა გასროლის უფლება გაქვს. ხო ხდება ეს ის ადრე აღარ იყო ესა, ხო, რაღაც ეს სიველური ქორწილებში რო ისვრიან და რაღაც იმის იგიჟებს აკეთებენ. ვიღაცებს ზემოდან მოდის რა ახლა ეს ძალიან ბანალური ამბავია რომ ის თევზი თავიდან ყარსო, მაგრამ ეგრეა იქ უყურებენ რომ იქ ხდება რაღაცების გაყოფა, განაწილება, ვიღაცას ეპატიება, რო იჭერენ ახლა. არავის არა განცდა რომ რაღაც ესეთი მიდის გულანთებული სამართლიანი ბრძოლა ორგანიზებული და კორუფციის წინააღმდეგ. ყველა ფიქრობს რომ ბიჭო რაღაცა ვერ დალაგდა ის თორე ახლა ამას არ იმიტომ რომ ზუსტად იცის ეს არ დაიჭირეს, ამას შეიძლება მეტი აქვს მიკარული, ხო? ეგ არის და ყველას იხწნება მთელი საზოგადოება და მე ეს გამოვლინდება აი ასეთ რაღაც ძალიან მტკივნეულ ფენებშიც, ხო, რომ ვიღაც ბავშვი ბავშვს მოკლავს, არასრულწლოვანი არასრულწლოვანს მოკლავს. იმიტომ რომ იმას რაღაც სხვა წრი აქვს და სხვანაირი წარმოდგენა აქვს, რისი გაკეთება შეუძლია და რისი გაკეთება არ შეუძლია. იცი რა არის? აი კახეთის ქორწილში რო კახეთში ქორწილში ქალს რო დაარტყა ამ იმეს სიძის თუ მეფის ძმამ რო ავიდა, მოკლედ კონფლიქტი მოხდა. როგორი რაღაც არის, ხო წავიდა ამაზეც კამათი და ჩემი ბაბლიც გაიხლიჩა, ვერ ვიტყვი თანაბარ ნაწილად, მაგრამ იყო ეს აქვს გამართლება, თუ არა აქვს გამართლება და აი როგორღაც ხო, აი იმის ვინც ამ აქციებს არ ბევდა და ვინც ვეუბნებოდა რომ აბა ქალებს როცემენ, აბა ეგრა ქალია, აბა რომელია ქალს რო გავს აი ეგ ტიპები წესით ახლაც უნდა ამბობდნენ რომ აიცი რა ზოგიერთი ქალის ცემა მოსულა არა ახლა იმის გამო რომ არ აწყობთ ეგრე გაიგე ამბობენ რომ ეს ჩვენს ტრადიციებს ეწინააღმდეგება და ეს სრულიად მიუღებელია და ეს არის კატასტროფა და უბედურება ამ დროს ხო ქალების ცემის მეტი რა გვინახავს ქალების თრევის მეტი რა გვინახავს აი ნინო დათაშვილის ამბავი რო იყო იქ სასამართლოში რა ფორმით გამოათრიეს სასამართლოდან იმეებმა მანდატურებმა და მე ციხეში ჯანმრთელობა მოუსპეს ხო იქ ერთი დარტყმა კი არა გაცილებით მეტი ურტყეს მე ტანჯეს ჯანმრთელობა დაუზიანეს ციხეში ყავდათ და რა ვიცი რა ფასი გადაახდევინეს
ბატონი მერის საარჩევნო ის კამპანია რო იყო და მელიქიშვილზე ჩაიარა მარშმა და იქ კონფლიქტი და გამოცივდნენ და გენიტალიებს რო აჩვენებდნენ და ქალებს მიათრევდნენ და მოცემდნენ და ყველა და კომენტარს უაკეთე. რომელია ქალი რომელი გავს ქალს? ხო, აი ასეთი შერჩევით რო ხდება ქალების რანჟირება, კაცების რანჟირება, შენიანი და ჩემიანი ხდება. ან ვის ურტყავენ? ის კი არ არის მნიშვნელოვანი, ვისიანია ეს არის მნიშვნელოვანი და ეს არის კატასტროფა. კანონის უზენაესობა კი აღარ არის. ხო, აი ვიღაც ყველაფერს წყვეტს, რავი, აბა რომელ საუკუნეებში ხდებოდა, ესე იგი ჩემიანს ყველაფერი ეპატიება და მტერს ყველაფერი შეიძლება. ანუ ეს სრულიად მიუღებელი ამბავი არის. ეს ორმაგი მორალი არის, ხო? აქ შეგიძლია ვიღაც შენს ოპონენტზე თქვა რომ საერთოდ ქალი არ არის ეს, აბა ეს რა ქალია და ამიტომ ცემის ღირსი არის და სხვა შემთხვევაში იმორალისტო. მოდი მახანეკ ანუ აი მაგაზე ლაპარაკი ნამდვილად ყელში ამოვიდა მით უმეტეს სხვა იმის მე ამ ინციდენტზე, მაგრამ მეც დამიგროვდა ორმაგი მორალი ორივე მხარეს იყო, იმიტომ რომ აქეთაც იყო იცი რა ოკუპანტი ქალის ცემა მოსულა რაღაცა რომ ანუ შენიანი თუ არის და მე ნიშნის მოგებით კითხულობდნენ რომ ქალს რო დაერტყა იგივე სიტყოდი და არ ვიტყოდი იგივეს, ანუ კაცმა რო ქალს დაერტყას ეგ უარესია ჩემი აზრით, თუ კაცმა რო კაცს დაერტყას. არც ის არ არის მოსაწონი ძალადობა ან ქალებმა რო იჭყობოს ერთმანეთში, მაგრამ ანუ არ დავარტყათ ქალს. აი მე რო ვამბობდი რომ ეს არ არის ჩვეულებრივ ჩვენ საზოგადოებას რა ჭირს, ეს არ არის უბრალოდ დაპირისპირება პოლიტიკურ, ეს არის აი ცივი სამოქალაქო ომი არის და თან არის გახურებული. აი ძალიან რო გახურდება ომი, ხო? მე არა აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ. თავარია ვინ აკეთებს. აი ჩემიანს ყველაფერში გავამართლებ. ჩემიანს გავამართლებ ყველაფერში. აი ამ დონეზე არის ჩვენი საზოგადოება გახლეჩილი. ის კიდე აი როგორ გითხრა ჩვენ სულ ვიძახოდით ორი რუსეთიო და მე მგონი აქ უკვე ჩვენთან არის ეს ორი საქართველო და აი რაღაცნაირად ერთი საქართველო რა აი ოკუპანტებს თითქოს არაფერი ყოფილა ჩვეულებრივ აი გადაყვებიან როგორც ძველ საბჭოთა იმაში იყოს დავაი ზა რეჟიმ ბატკანი აი და გადაყვებიან და იმას იზავენ და მოკლედ რა და მეორე არის როგორც უყურებს ამ ხალხს როგორც ოკუპანტს ხო და აი უყურე ის ვიღაც ტიპი ჩამოსული იმ საქართველოში მოხდება შემთხვევით ამ საქართველოში და აქ ხდება მერე ნაპერწკლების გაყრა. აქაც არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. რაღაც დონეზე ეს არის დასარეგულირებელი. ჩვეულებრივი ამბავი არ არის ოკუპირებულ ქვეყანაში ჩამოსვლა ტურისტად. არსად არ ხდება ეს მშვიდად არ ხდება. ხო და აქ ვითომ არაფერი ხელგაშლილი და რაღაც ეს არის. რაღაცნაირად ეს სფერო არის სარეგულირებელი. ვინ ჩამოდის, როგორ იქცევა და ასე შემდეგ, ხო? ეს მე მიფიქრე აი იმაზე რომ ხა ვადარებ რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას ჩვენი რეგიონის აფხაზეთის ვითარებას, მაგრამ ელემენტოს დილობის ამ სოხუმში რო ჩავიდე, იქ ვიღაცებს ქართულად დედის არ დაუწყებ, იმიტომ კი არა რომ საქართველო არ არის, არამედ იმიტომ რომ ვიღაც ტიპები არიან და არ შიშის გამოც არ არის, დილობის გამო რომ რაღაცა იმის გამო რომ რაღაცნაირ პოლიტიკას აწარმოებს რუსეთთან, ხო, საქართველოს დღევანდელი მთავრობა, ხო, აი იქნება ესეთი ისა რაღაც შეუსაბამობა. ტიპები მოდიან და ელოდებიან აქ სრულიად ესეთ იმას რა, აი სტუმართმოყვარეობას და ხელის გულზე ტარებას, ხო და ახლა ვიღაცა არის ეგეთ განწყობაზე, მაგრამ დიდი ნაწილი არ არის ეგეთ განწყობაზე. მაგრამ მოდი მე ისიც ვქოთ რომ ხალხს მოდი ხელს დავარტყო. არა, რასაკვირველია. შეხებაც არის და შეხებაც არის მაგის ისიც. არა, რასაკვირველია. ხო, მაგაზეც აი ბევრი თან მე ისე რომ ყველა ცხოველდებულები ვართ რა აზრი გამოვთქვათ და რაღაცა ისე ზოგი მე მაგაზეც ყველაზე ცუდი ნიკო. ეგ არის მართალი ხარ რომ იმენად არის პოლარიზებული, გაჯერებული, რაღაცა ელექტრობით დამუხტული, რომ ვერც მიხვდე, სხვა დროს იქნებოდა ერთი ინციდენტი, რომელიც ქორწილში მოხდა. ხო, ანუ რაღაც თავისი, ეხა როგორც ჩანს მართლა რაღაცნაირად ნერვს შეეხო და არ ვიცი, აქედანაც ჩვენ ჭკუას ვასწავლით და რაც ბაზარი არ არის, მაგრამ კი, მესმეა, ყოფი დონეზე თუ ჩავალთ ახლა, ხო, ამ კაცის საქციელი ხო გასარჩევია და ამ კაცის საქციელი სასამართლო გაირჩევა, მაგრამ მეორე მხარის საქმეც გასარჩევი არის. მე იმას კი არ ვამბობ რაღაც ტოლფარდის ეს არის ძალადობა, მაგრამ აქ არ იყო ესეთი უწყინარის ქცევა იქით ამ მხრიდან. მე არ ვამბობ, რომ აი ამ მასშტაბის ძალადობით უნდა დაპირისპირებოდნენ, მაგრამ ეს არ იყო იქით ამ მხრიდანაც იცი რა არის, სადღაც ქორწილი არის და შენ თავს უფლებას აძლევ რაღაც ეს შეხვიდე და რაღაც შეუდა იქ ხო ვნახეთ ეს პოლემიკა იქიდან ფანჯერიდან და ეს ხო რას აკეთებ?
აი რას აკეთებ, რას ეკამათები, რას უმტკიცებ და აქვე არის კიდე იმის სასტუმროს ადმინისტრაციის პასუხისგებლობაც რაღაცნაირად. ამ საერთო სივრცეში რო აქცევ ამ ადამიანებს, იქ იმაზე. ახლა მესმის წავიკითხე ის განცხადებები, რომ კონდათ რეაქცია და ვერ მიასწრეს, ვერ მოასწრეს, მაგრამ რაღაცნაირად ეს უნდა ისაქნა და მენეჯმენტო. აუცილებლად თავიდან მეც მაგაზე ვიყავი, მე ეგენიც ყველა ანუ თვითონ ჰორეკა სექტორის ჩემებურების ისინი რომ არა ორდინარული მაგათაც ნუ შეახოცავთ ანუ ეგეც არასწორია რომ ქორწილი როა იქვე მეორე სართულზე ვიღაცები დამსვენებლები არ უნდა იყვნენ ალბათ ან მეორე მხრივ თუ არის იაფად მიეცი და იქ იყო რომ მოითმინე 8 საათამდე მე წავლენ არ ვიცი როგორ არის ხო და მაგრამ უყურე აი ის რომ ესე იგი უკვე აქ ჩვენთვის ეს ნორმალურობად იქცა ის ამბავი რომ ჩემიანს რაღაცნაირად ვაправე ბოლომდე უყურე აი ესეთი ფსევდო კონსერვატორები რომლებიც ერთ შემთხვევაში გეუბნებიან რომ აბა ქალია ქალია და ცემს ამ შემთხვევაში გმოობს ახლა ხო რაღაცნაირად ესე აწყობს და გმოობს მეორე მხრივ დარწმუნებული ვარ ახლა სხვა სიტუაციაში ქორწილი კონსერვატული თვალსაზრისით ეს არის რავი ქვეყნის ერის ქართველობის ბურჯი ყველაფერი და აქ ჩვენ არავის არ მივცემთ უფლებას აქ რაღაცნაირად ჩაერიონ ჩაგვიშხამონ ამ დღიდან იწყება ქართული ოჯახის სიმტკიცე რომელიც თვითონ ერის ფუნდამენტი და საფუძველი აი ამ ტექსტსაც მოგვასმენინებდნენ რაღაცნაირად რო აწყობდნენ და პაკისტანელი ხალი რო ყოფილიყო ის ძალიანაც შენ იმას ვაგრძელებ ისე იტყოდა რომ ქორწილში ჩავმოვიდნენ ესენი ხა რაღაცა ხო და აბა რა ეგონათ ბიჭო აი ამ წმინდა დღეს ჩავაშხამებიე ნახე ანუ კიდევ ერთხელ Facebook-ზე მაჩვენებს ხო ვიტყობა რომ კლიკავ იმიტომ თუ არ ვიცი რა შეობა ვიღაცას ჰქონდა გაზიარებული აქციის მონაწილის ფოტო ადრე აქციები რო იყო სადაც ეწერა რომ აღარ გვინდა ნატაშა თუ რაღაც რუსი ქალის სახელი ესენი გეები არიან თორე ნატაშა როგორ არ უნდა გინდოდეს ანუ არ ვაჭარბებ ეგ ეწერა და ქვევით კომენტარებში ხო ეგენი რომ კაცები იყვნენ ნატაშა მოუნდებოდა თუ რაღაცა ნატაშას ეწერა და აღარ იხედეთ თქვა ნატაშა არ ეწერა შეიძლება ნადეჟდა იყო არ ვიცი მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში ის ჰქონდათ რომ აი მხოლოდ გეის შეიძლება რომ არ უნდოდეს ნატაშა და ჩამოვხედე და ხო აი ეს არის ეს ორმაგი მორალი და მორალისტობა ხო ის ტიპები ვინც სიტყვაზე ქალების მიმარჯალადობაში არიან შემჩნეული და მეორეს მხრივ კიდე რაღაც ესეთი ამ ფსევდოკონსერვატული ღირებულებებით ყველაფერს ამართლებენ ახლა პირიქით პოზიციაზე დგანან რატო იმიტომ რომ ეს იაწყობთ ხო ასე მიჯნა ისე რა ძალიან ძიმე პირა იყო ნიკო ძალიან კაი ფეხბურთზე ვლაპარაკო და დავამთავროთ რომ რაღაცა ეს ფეხბურთის ფინალის ესეთი ძიმე გამოდგა ნიკო შენ არ ვიცი ესპანეთის გულშემატკივრობდი მე კიდევ ერთხელ ბავშვობ მთელი ცხოვრება ვარ არგენტინისკენ ბოლოს გადავწყვიტე რომ ანუ არგენტინისკენ და ინგლისისკენ ვიყავი ხოლმე და ამიტომ არგენტინა ინგლისის დროს ინგლისისკენ ვიყავი რომ მეთქი იქნება სახში წაიყვანე უდღეურებმა coming home და არ მოხდა ცხადია და მეთქი იქნება ისევ არგენტინისკენ გადმოვიდე და ეხა აღარ მიმიწევს გული არგენტინისკენ. იმიტომ არა რომ უხეშები არიან, უხეშები ყოველთვის იყვნენ და გაიძვერები და რაღაცნაირები, მაგრამ თან კარშიც ურტყამდნენ ხოლმე ხანდახან და ისე ხო ახლა ვერი ვარ ეხა რაღაცა მარტო პარაგვაისავით ითამაშეს. ხო ცუდად ითამაშეს. ეს არის მე მეთქი რამე ვალი მაქვს არგენტინელების, ბაბუა ჩემი იყო გაქცეული იქ არანაირი ისეთი ვალი არ მაქვს და რასაც უყურებდი აქამდე, იმიტომ უყურებდი რომ თამაში მომწონდა და კარგი ხო ვერი ვარგეს ხო არ იყო ეს ესპანეთის მოსაგები იყო ეგ თამაში და მოიგო. არ იყო ეს არგენტინის ნაკრებისთვის საუკეთესო დღე და საუკეთესო თამაში, მაგრამ მე სულ მაინტერესებდა შენ როგორც ამერიკული კულტურის დიდი მოყვარული და აი ეს იმაში შესვენებებზე რომ ეს შოუები არის ხოლმე, ამერიკული ფეხბურთის სუპერ ბოული თუ რა ხო დამსგავსებული იყო რაღაც შუაში ხო კონცერტი იგვით ჰქონდათ იქ ისიც ის გამოიყვანეს ტომ კრუზი რაღაც გურამ საღარაძესავით ტექსტი ტომ კრუზმა რეები ლაპარაკა თავიდან მე ბარში უყურებდა არ მესმოდა რა თქვა და უცებ დაიწყო ტომ კრუზის გამოსვლით რომ და მე დამავიწყდა რომ წამეკითხა რომ რა თქვა მაგრამ ყველა თქვა რომ რაღაც სისულელები მობოდაო რაღაც ისა ხარკი გადაუხადეს სხვა რა თუ მოგეწონა სხვა შუა შესვენებაზე კონცერტი. ხო, თვითონ ეგ შოუ რა. იმიტომ რომ ბევრმა გააკრიტიკა იმის გამო, რომ ეს ფეხბურთის კულტურისთვის მიუღებელი არის ის 10-12 წუთი თუ 15 წუთი რო ისვენებენ, მე თამაში უნდათ და გახურებულები. იქ პრობლემა როგორ ხვდები იყო, რომ წესი 15 წუთი უნდა იყოს შესვენება და ეს 20 წუთს გაგრძელდა და მე წესების კაცი ვარ და რაც არის წესი ის დაიცვან. მეორე არის რომ შეიძლება მეტი ხანი ჭირდება დასვენება, იმიტომ რომ იმენად გაიზარდა მატჩის დრო, რომ 10 წუთს რო ამატებენ ჩვეულებრივ. მოკლედ
შესვენების იმას არ ვერჩოდია და იწყო რაღაც ცოტა უცნაური იყო, ანუ ამოვარდნილი მე ჩვენან ნამდვილად, მაგრამ გასართობისავით იყო, არ ვიცი ჯასტინ ბიბერს ვინ უთხრა რომ ბალადა უნდა შეესრულებინა ალელუიაზე შუაში, მაგრამ დანარჩენ შაკირა იყო როგორც ყოველთვის ცეცხლის დამთები და რაღაც შეიძლება თეძორო ეთკინოს ძალიან იქნება ვიღაცა იმიტომ რომ კარგად თეძოებს ვიღაცა მიხუმრა შაკირას თეძოები უფრო სწრაფად და დიდხანს მოძრაობდნენ ვიდრე მესიო ვიღაცამ ესეთი იხუმრა ხო მე ახლა მადონა იყო ის მაფეცებს რა უნდათ არ ვიცი მაგრამ ნუ იყო ის BTS-იც არა უშავდა უბრალოდ რა საჭირო იყო მოკლედ ეს ფინალი მაგ შესვენებას და მაგ შოუს არ გაუფუჭებია. ხო, მეც ეგრე მგონია რომ არ გაუფუჭებია, იცი. ხო, და სტადიონები кай ქონდა. მე ესე იგი ჩემი ეს იმედი გაცრუება არგენტინის თამაში დავიკომპენსირე იამალის ძმის გახარებით. ძმა რო ყავს პატარა. პატარა ხო, ვაიმე რა საყვარელია. იცი რა არის, ძალიან ესეთი ის არის. საყურებელი არის, რო ხდება სულ უყურებ და მე ეს ალგორითმის ხო გიგდებს და სულ უყურები და აი იცი რა ხიბლავს გარდა იმისა რომ თვითონ სასაცილო ბავშვი არის და საყვარელი ტიპი არის აი რაღაცნაირად აი ეტალონი არის ურთიერთ აი გინდა აი ეს უყურე ბავშვი ეგრე უნდა უყვარდეთ და ეგრე უნდა გრძნობდეს ბედნიერად თავს თვითონ ყველა ბავშვი რაღაცნაირად ისეთ იმაში არის რა თან იცი რა არის რომ ეს უხეშობა მესმის არგენტინისგან მაგრამ ეს ჩამშვებობა ანუ მესიზე ის ყველაფერი რომ მოსულა ყველაფერი რომ მოსულა ანუ კუკურელია ელაპარაკებოდა ესე გაიკეთა და იმენა ხელი აიფარა პირზე ანუ პირზე ხელის აფარება ვინც არის ის შემოიღეს დასჯადი გახდა იმიტომ რომ ერთმანეთს არგენტინელებივე რასისტულ გამონათქვამებს ესე ეუბნებოდნენ და ნუ არ აიფარო პირზე ხელი და ეს არაფერს რასისტულს კი არა უბრალოდ მოიკიდა ხელი და აუ მასწავლებელო კუკურელიამ ხელი აიფარა პირზე და კაი ამ ხელა კაცი ხარ რაც მასშვები ხო იცი რა არის ამაზე ხო წინა გადაცემაში ვილაპარაკეთ რომ აი ეს რაღაცის დასაძლევი აქვს ეს ისა რა ცოტა მეტი ჯენტელმენობა და ცოტა უფრო ღირს ეს მაიმუნობებს უნდა შეეშვან რა ან არ შეეშვან და კარშიც დაარტყა ხან ანუ რაღაცა რო თამაში ვნახოთ მესამე ადგილისთვის მოგეწონა იცი რა არის მესამე ადგილის ანგარიშმა და ეს იმას ამხანაგური თამაშის ამან განწყობამ გამიჩინა მეც ის არწმენა რომ რაღაცნაირად გასაუქმებელი არის ეს თამაში და ამ ნახევარფინალში გასულ დამარცხებულ ორივე გუნდს უნდა გადაეცეს ბრინჯაოს მედალი. ეს სხვა სპორტის სახეობებში ეს ხდება. რატომ იცი? აი იმის გამო რომ რაღაცნაირად ამას არასერიოზულად ეკიდებიან თვითონ გუნდები, ხო? აი ზდის შანს რომ აი ვიღაც გახდეს ბომბარდირი დაუმსახურებლად ახლა. 6-ით 4 ეს არის ჰოკეიშიც აღარ არის უკვე ეს ანგარიში. ეს არის ჩოგბურთის ანგარიში და ჯავახას ჰქონდა კარგი ხუმრობა. ინგლისმა ხო მოიგო 6-ით 4 და თან საფრანგეთს მოუგო. უიმბლდონზე თამაშობენ ბალახზე, ხო? ეწერა, ნუ ბალახზე გასაგებიაო რო ახლა თიხაზე როლან გაროსი საფრანგეთის პარიზის ღია ჩემპიონატს თიხაზე თამაშობენ და ნუ ესე საშაყირო არ უნდა იყოს. ესე რომ ახლა მესამე ადგილზე თამაშობდნენ და გააუქმოთ აკატანილი გოლები აღარ ეთულებოდეს, ეს კიდე უფრო მასხარაობა იქნება. ხო თან არავის არ უყვარს ეს მესამე ადგილისთვის. როგორც წესი ნახევარფინალში თუ აი დიდი გუნდი არ არის და აი მოკლედ აი ესეთი მასშტაბის გუნდები არ არის, მათთვის მნიშვნელოვანია მესამე ადგილი და ისინი კი მოიკლავენ თავს. აი მაგალითად ჩვენ რო გავიდეთ ნახევარფინალში და მესამე ადგილზე მოვიდეთ, დავდებთ თავს და სისხლს დავღვრით და ყველაფერი, მაგრამ ახლა როდესაც საფრანგეთი, როდესაც ბრაზილია ან რაღაც ეგეთი დიდი გუნდი ის ნახევარფინალში არის და ფინალში ვერ გავიდა და მისტირის იმ ფინალს ხო აღარც ეფეხბურთებად აღარც მე მგონი ინგლისმა ცადა ძალიან რომ მაგათთვის მესამე ადგილი მნიშვნელოვანი იყო და უყურე ამათვის მესამე ადგილი იყო მნიშვნელოვანი იმათვის ბაპეს ბომბარდირობა იყო მნიშვნელოვანი და ისე მოხდა ამათმა მესამე ადგილზე ის მესამე ადგილი აიღეს და ის ბაპემ კიდე გოლებიც გაიტანა ხო და რაღაც ეს იმას ტოვებს რომ ყურზე ჩამოგკიდეს რა მაჭკატები თუ რა ქვია იმას ნოდოს. ხო, აი ეგა. გვაქვს კომენტარები ნიკო რამე ესეთი. არის კომენტარები შევხედა, ანუ მარიამი წერს რომ მე რომ წარეცხარეზე ჯოჯღანებ ხოლმე სულ მათ მე სულ ყურში მხვდებაო და მარიამს აწუხებს ხოს რო წერენ ხოს ადგილას და რატო? ხო არა?
ილია ფაჩულია წერს, რომ ჩემო ნიკო კულტურულ საგანმანათლებლო კი არა 2012 წლის მერე რა აშენდა საერთოდ გარდა კერძო სასტუმროებისა და კონტექსტიდან ამოვარდნილი корпуსებისა. ნინო ფილია გვეთანხმება, რომ სიჩქარეზე დიახაც უნდა იყოს ჭარიმა, პარკინგზე სადავო ფიზიკურად ვერ აჩერებ მანქანას, ვერც სახლთან, ვერც სამსახურთან. ანუ პარკინგზეც არის რაღაც დასაჭარიმებელი, მაგრამ ცხადია, რომ სხვადასხვა მასშტაბის და სხვადასხვანაირი რაღაცაა, იმიტომ რომ გადაჭარბებული სიჩქარე საშიშია შენთვის ქუჩაში მოსიარულე სხვა მძღოლისთვის და პარკინგი უხერხულობას ქმნის, დასარეგულირებელია ეგეც, მაგრამ ლუკა ბრაზიკ წერს ქორი როგორაა ამასობაში. მოიკითხეთ ქორი როგორ არის ამასობაში. არ მოგიკითხავს. სადღაცა იყო წასული და ქორი არ დაიკარგება. და ლუკა ბრაზილიკ წერს უცნაური ჩემპიონატებიდან მე ვუყურებ ხოლმე დაჭერობანას ტიპები ისეთ რაღაცებს აკეთებენ ძალიან შთამბეჭდავია. ეგ ძალიან კაი ნაკოლი მოგვეცი, იმიტომ რომ მე არ მინახავს და არც ვიცოდი რომ ჩემპიონატი იყო დაჭერობანის. თავი ვარ ზოგადად სადა ეს მაფია თუ რაღაცა რო არის გადაცემების ყურება და ძალიან მოსაწყენი იყო. ანუ როგორც წესი რაღაც ჩვერთვები ხოლმე და რაღაცა ჭირდა მაგ გადაცემას მონაწილეების ბრალი არ იყო რომ ფორმატში იყო ისა იმიტომ რომ 5 წუთი უყურე არაფერი არ ხდებოდა და ვერ დავიძაბე და მეთქი შეიძლება დამელია და ისე შემეხედა ლაზერ ჰაკერებს წერს ვუყურე ჰაიზენბერგს ერთბაშად და ცოტა არ იყოს იმედი გამიცრუდა ბრეიკინგ ბედზე არის ლაპარაკი ეგ რო გადიოდა მაგ დროს ვუყურებდი პრიზონ ბრეიქს და მაშინ რო არჩევანი მქონოდა ისევ პრიზონას ავარჩევდი ის გაცილებით უფრო დინამიკურია, აქ მთელი სეზონები მონოტონურია და უფრო ფიქცია, შვიდადგულო ეს კონფიდენციალურობის მომენტი და თანაც ეს ინტელექტუალის აღგზნება კრიმინალზე ცოტა მოყირჭებული თემაა ჰოლივუდში, ყველას აქვს უფლება რომ აზრი გამოთქვას, რაც არ უნდა არასწორი იყოს. ის რა ლაპარაკობ, რანაირად ადარებს საერთოდ Prison Break-ის პირველი სეზონი გასართობი იყო. არა ვიცი ეს როგორ არის გემოვნებაზე ხო, ანუ ხოცავენ ერთმანეთს არ დავობენ. კაი, ეგ ავართ. ძირითადად და არა ძირითადად. კი ბატონო, დღეს სულ ეს იყო. შემდეგზე იქნება ბედნიერებაზეც ვილაპარაკოთ. აი